დილამ შვიდობისა ყველას და ნიკოკო მიმყავს ბაღში ევეკო უკვე დავტოვე სკოლაში. უბრალოდ დანი იყო ცოტა უხასიათოდ დილიდან. აღარ ახარავად გოგო აღარ ახარავად აღარ დედა აღარ ხარავად. ხოდა დილიდან იყო ძალიან უხასიათოდ და ვეღარ დავიწყეთ ვლოგის გადაღება სახლიდან ან ევეს სკოლიდან. ტირო და ჩერდებოდა. მიზეზი იყო ის, რომ რაღაც ნივთებს წამოღება უნდა სახლიდან, რაც ბაღში არ შეიძლება. ხო და ეს არ არის ჩართული, იმიტომ რომ ახლა ზაფხული არ არის და ხო და ეს რომ გამოვუთქვი ნელა არ დაეჯახოს კამს, რომ გამოვუთქვი საზრი, რომ არ შეიძლება წაღება და უნდა დავტოვოთ, გაგვიბრას და გათბობა არის ეს და ზამთარში ვისაც ცივა აქ დაჯდება და გათბება. ვისაც გარეთ უნდა ყავს. ცხელია, წავედით. დავტოვე დანიკო. წავედით ახლა ვიყიდოთ ყავა. თორე წუხელ ისე გვიან მივედი სახს და ისე გვიან დავიძინე. და კიდე მაგ დანისთვის ანტიბაქტერიული საყიდელი. არ უნდა დამავიწყდეს. წავედით მოგწოინა ვარმაცი. მოვედი ყავა ვიყიდე და ესეთი ვაფლები ვნახე. არაფერი არა აქ შიგნით გულსართი, უბრალოდ ვაფლებია და ისე მომინდა სასწაულად და ჩამოვჯექი აგერ ეტლი გვერდით მყავს, ქურთუკიც გავიძრე, იმიტომ რომ ცხელად, ამ პლუს გათბობა არის აქ გარეთ ჩართული. ხო და მივირთმევ ახლა ყავას. ჰაი. და მერე წავა საქმეებს. ამასობაში ვიყავი ლიდლში, ვიყიდე რაღაცები, მოცი ვიყიდე. სანდუიჩის პური, კარაქი და მერე გამოვიარე და აქვე უბანში არის ბაზარი. ანუ ჩვენი ბაზარი არა. აქეთ საითაც დანის ბაღი არის, ამ ხარეზე არის დღეს ბაზარი და იქ ვიყიდე ბანანი, მანდარინი. რა ვიყიდე? მანდარინი და ბერგამონტი კიდე. ახლა მივდივარ სახლში. სახში მიხდა საქმესთან ვიჯექი რაღაც შეკვეთებზე წერდნენ ყავას რო ვსვამდი. ეგ საქმეები მოვილია, მოკლედ ტყუილუბრად არ ვატარებ. გარეთ დროსთან საქმეებსაც ვილებ. ახლა რომ მივალ ზურა გაღვიძებული დამხვდება. ხო და მე წავა სამსახურში და მივხვდა ჩემს საქმეს. წავედით ახლა სახლისაკენ. მოვიდა დრო ეველინას გამოყვანის. ხედავთ რომ ხელა დრო არის გასული უკვე. მე მოვედი სახლში. მოვიტანე ბაზრიდან და მარკეტიდან რაღაცები. ხო და მე სახლის საქმეებს შევყევი. ხეხეთ წმინდა ვალაგე. კეცე მოდი ასწავლოთ. ხო და თან რო ვალაგებდი ნანუტას ველაპარაკებოდი, კარგახანი ვიჭორავეთ. ვილაპარაკეთ. მოვილე საქმეები ერთ სიტყვით ყველაფერი. საჭმელი არ გამიკეთება, იმიტომ რომ მაკარონისთვის ფარში მაქვს მზად, უნდა მაკარონთან ერთად შეჭამენ, უნდა წიწიპურასთან ერთად შეჭამენ, ერთ სიტყვით მოიფიქრებენ, ან პიურეს გავუკეთებ. დავიღალე ისე ცოტა წყლის გადავლებაც მოვასწარი. წავიდეთ ახლა ევეკოკო მოვიყვანოთ. მერე მოვიყვანოთ დანიკოკო. მერტოჩი ისე უცებ გადის დრო გოგოები სკოლაში და ბაღში რო არიან. გონია რომ არის კამთებს გადაატრიალებ, ამდენ რამეს გააკეთებ. გეგმაში გაქვს რომ აი დღეს სახლში ვარ. ამას გავაკეთებ და ნახევარ საქმეები გასაკეთებელი გრჩება. არა უშავს. საქმე არ ილევა ოჯახში. დავქრით. წავედით. ევეკოკოს გამზა ქონდა დედა დღეს? დღეს იყო. პარტა, სალათა და პური. ჭამე? ეხა ორ ცხობილას ჭამს.
მისმა მეგობრის ბებო მისცა და ახრამუნას და გულზე მენიუ აწერია. რა დახატა, რა შეჭამა. გამოვიყვანა ესე. არა ზოიმო. ხო, ზოის მერე ბებო მისცა, დედიკო, შენთვის რომ მოეცა. ზოის ბიძაშვილმა დაამთავრა ისა რა ქვია უნივერსიტეტი და დღეს აქ ფართი და მაგასთან დაკავშირებით ქონდა ეს ორცხობილები და ეხა ზოი მიყავდა მის ბებოს იქ სუფრას. და მაგიტო მოხდეს ეს. მოლი, გაგიხარდა გოგო, გაგიხარდა. გაგიხარდა გოგო, ვინ მოვიდა? მოდი აგაჩა. თიდა როგორ გაუხარდა, როგორ გაუხარდა, როგორ გაუხარდა. ვიცი და გაკოცა ისე რომ გადგინა? კარგად დაიბანე. ხო, არა უშავს, დედიკო. ტანზეც გამოიცვლი, პირსაც დაიბან. მოლი, გაგიხარდა გოგო? ვინ მოვიდა გოგო, ვინ? ჯო, გოგო, როგორ დრო გაატარე? კარგი დრო გაატარე? გემრიელია ვაფლი? ხო, მაგას დილას დედიკო მიირთმევდა 2 ცალი ჭამა და დანარჩენი შენ დაგიტოვა. ვის აქვს? მაქლა? გოგო, მომენატრა. მომენატრა შუნიკა, გოგო, როგორ მომენა. ვაიმე, ჩემი სიტკბო და სიგემრიელე. წავიდეთ მარკეტში? დედიკო მარკეტის. ინცესას ჭრელები უნდა ღმერთო ჩემო, დაიდა ჩემს ეუბნება. ნარგო, შენო ბალერინას პიანინო მიყიდე ვარდისფერი. საიდან მოვიდა არ ვიცი. პრინცესას პიანინო. საოცრებებს იგონებს. დღეს დედაშენი, დღეს კი არა ზოგადად დედაშენმა მე მგონი მარკეტის და სახლის იქეთ არაფერი არ იცი შვილა. ოხ. მე და დანიკო ვიყავით მარკეტში, გამოვიარეთ უცებ, ვიყიდეთ რძე, ეს გრანოლა ზურასთვის აუცილებელი პირობაა, რომ სხვადასხვა თხილეულით იყოს. ეს დანი მარჩია. სკუბიდუ. კორნფლეიქსი ეს ბაღისთვის გვჭირდება, დანის უნდა გავატანო და ამ ტოსტის პურზე ხალხო ვარ შეყვარებული არის უგემრიელესი კაცელის დიპლოჟიმოტო. აი საოცარია, კიდე არის შავი ესეთი. და გუში რო ვიყავი გასული, ჩემი უსაყვარლესი ქეთი რო ვნახე, ნახე ერთ-ერთ მარკეტში პომელო. და წამოუღე გოგოებს და ეხლა დავჭრით პომელოს, ხო? შევჭამოთ პომელო? ხო. ჩვენს შემთხვევაში პომელო აღმოჩნდა ყვითელი ფერის შიგნით და არა ვარდისფერი, მაგრამ მე და ევეკოს მოგვეწონა. ხო? ხო. დამის არ მოეწონა. მე და ევეს ძალიან მოგვეწონა. კორნფლექსი მომეწონა, მარტო კორნფლექსი. კორნფლექსი მოგეწონა მარტო? ძალიან გემრიელი. უბრალოდ ცოტა დრო უნდა რომ ესა რა ქვია, გაფურცქნო, ხო? ჩიტაჯუ. ყრავული. ვინა? უი, გადმოგივარდა დადიკო. გემრიელი და ძალიან ტკბილია. ძალიან ტკბილი არა, მაგრამ საშუალოდ. დედიკო კორნფლექსი მედო. აი, ესეთი. შემიძლია აქედან აქედან არა, დედიკო, ეს არა, დედა, ეს გადასაყრელია. აქ დედიკო გარჩეული დედიკო, გარჩეული. აი, ეს კანიანად არ იჭმება, სახარლო. ეს კანი არის ძალიან ყოჩა. ძალიან მჟავე, მაგიტო ვაძრობთ დედა კანს. ხვდები? ანუ პორტოხალივით არ არის. პორტოხალს ხო კანიანად ვჭამთ, ანუ ამ თეთრ კანს ხო არ ვაცლი. ხურმა გაგირეც ხო? ევე მორჩი დედა? გაგირეცხავ და დაგიჭრა? ოკეი. მოიცეთ ამას მორჩები? ხო, დაჩეკი და გასა. ესე რომ დამეჭე. აი, გუში რომ დაგიჭერი, ისე დაგიჭრა ხურმა? ხო და მოკლედ. დამეჭე. დაგიჭრი ეხლავე. ესეთი გამოვიდა მოკლედ ჩვენი პომელო, ევეკოს ძალიან მოეწონა. დანი არ აღფრთოვან და არც გასინჯა. უბრალოდ შეხედა.
ხო და მინდოდა რომ ვარდისფერი ყოფილიყო, იმიტომ რომ ბევრად განსხვავდება ვარდისფერი პომელოს გემო ამ ყვითელისგან. შემომეშალა ცოტა. სიჩქარეში. Mama. ბატონო. გისმენ. Что это? ოტინეა ფორტოში? Აბა. Пляжный. Ара я дьявол. დაშონების დროა? ძალიან მომეწონადე? Нет. ბევრი ჭამა და აღარ უნდა. მამიკო შევნახოთ? კი. მე თუ არ შემომაჭება. არა, კაც ბევრი არის, მე არ შემომეჭმება. ამას გადავაკრავ. რა ქვია მაგას საკვების ცელოფანს. და ისე კარგად შეინახავს. დანი, გასინჯე, იცი რა საყვარელია? ნუ გინდა. მე უფრო მეტი შემხვდება. დაგიჭრა ეგ? ახლა დამიჭ. მამა? მოიცა ჯერ გავრეცხა. არა, რაღაცაა გაგენ, მომეწმე. ეს არა, სხვა იღებ. კარგი? და დანისაც დაუჭრე ხა იმას, ხურმას. აი. დედიკო, ცოდო არ არის მასე რა ურტყა? მე აქიმია. შენ ხარ ექიმი? გიშდები ამის როლურ თამაშებზე. რა ტკივა დედა შენს ბაიას? ჩვენი სარწყის მანქანა გაფრინდა. გოგოებს ქურთუკებს ჩავყარე გასარეცხად და რა დღეშიეს. ვაიმე შენ ვერ აიღებ? მე ვზივარ აგერ ჩემთვის წყნარად. გაფრინდა სარეცხის მანქანა, გაფრინდა. აიღე ბაია, თორე გაგექცა. მე აი აქ ვზივარ. გეზარება ადგომა? დედიკო. დედიკოს ისე შია, ადგომა და ჭამა ეზარება და შეხედა რის. მოვალ, ეხა მოგაჭამა ცხვირს. მოგაჭამა ცხვირი. მოგაჭამო ცხვირი. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. დაღლილი ვინ არის? მოლი, შენც მიყვარხარ, მოლი, რო დამიღრინე. შენც მიყვარხარ, მოლი. დედიკო, შენც ხო გიყვარს? ნუ ბოდი ეველინას დაუძახოთ, ეველინა აიღებს. ეველინა! დაუძახოთ? მოლი, მიდი მიაწოდე თოჯინა დანიელას. შენც გეზარება? მეც მეზარება, დანი. დედიკო, მეც მეზარება, ადგომა, დანისაც ეზარება, ადგომა და თოჯინას მიაწოდებ ძირს დაუარდა. დიდი მადლობა, ჩემო სიცოცხლე, მოდი, ჩემი დიდი გოგო. ჩემო ლამაზ, გაირეცხა სარეცხი. გასაფენია. ბარემ სარეცხს ხო არ გაფენდი? დე. სარეცხს ხო არ გაფენდი? არაფერი არა მაქვს, და ჩართული, გამართული მაქვს ყურსას მენემ. ხურმა გინდა კიდე? ბომბორა. ხურმა გინდა კიდე? რა სიცინი გოგო? ეხლა რა ჭირს ბაიას? ჩავარდა. რატო აგდებ? ცოდო არ არის? არ ეთკინება? დანიელა, მე მგონი უკვე 10 ჯერ გამოიცვალა. და ჩემი სარწყის მანქანა კიდე გარბის. ეს უნდა წავიღო მაცივარში შევდო, შევინახო, თორემ გევარ აქ და ციცქნი და ციცქნი. ძალიან მაგარია, დანის რატო არ მოეწონა? ხო არ იცით ვინმე? ძალიან გემრიელია პომელო. თქვენ გიყვართ? ხო და ეხა იცით რა მომინდა რომ ვჭამო?
და რა მომინდა რომ გავაკეთო? მატყუარა სუპი. მოდი. მოდი არის. პომელო. კომელო. კომელო არა, პომელო. კომელო. პომელო. პოლერო. მე როგორი ტკიპო, დედასი რო მაგის ჟამეა. ჟავი არის? და მაგის ჟამეა. შევარ გავიგე. მაგის ჟამეა. დაგალევინო? ხო. დაგალევინო კი. ეს კოვზი? მაგი გავიგე. მაკოცებს. უი, გასპუკინა. უი, მე გოქსრისო. დაგალევინებ ახლა ერთი წუთით. ესე იგი მომინდა მატყუარა სუპი, ბოსტნეული სუპი ან მაკარონიც რო აქვს, ბოსტნეულიც რო აქვს და ავიღებ ახლავე. მაკარონიც რო აქვს, ბოსტნეულიც რო აქვს და კარტოფილიც რო აქვს და პამიდორი და მთელი ამბები. და ესეთ სუპი მომინდა რომ გავაკეთო. გოგვები არც თუ შეჭარბენ, მე პატარა ქვაბში გავაკეთებ მეცინება ჩემ თავზე. რა მომანდობა. რა არის ხოლმე ესე მოგიდება ადამიანს და უცებ გავაკეთებ. საჩემოსკოპტი გოგო. აქედაც მოიწევი. ქოში ავიღო, ახლავე ავიღე. აქედან ავიღო. გოგო ნუ ახვალე ძალიან. ვაიმე, ეს მამიკომ დაგალევინა? და ესე გადმოიჭრა. არ არის ის დედიკო მაშინ ბაღში მივდიოდით რომ გასმევდი და არ მინდოდა რომ დაგსროდა ვაიმე რა დამემართა დამება ენა არ მინდოდა რომ დაგსროდა ზედა და მაგიტო გაგიკეთე ეს ეთყობა მამიკომ დაგალევინა ესე ხო და გადმოისხა და დასვარა ყველაფერი მამიკო დაიტუქსება რაკაც დასვრილია აგერ გაწეპილია. აუ, როგორ არის დასვრილი. ღმერთო ჩემო, ზურიკო. ესე დავასხათ, ცოტა ხანი გავაჩეროთ. მე მოვწმინდოთ. და ერთი სიტყვით გავაკეთებ ერთი სიტყვით სუპს, მატყუარა სუპს. ბოსტნეული სუპს, რაც გინდათ ის დააქვით. ვაიმე რა მხელა ხმაობს ერთხის მანქანას. არ გამიწურა ერთხელ უკვე ჩართული რომ მქონდა და თავიდან. ესეთი მატყუარა სუპი გამოვიდა მოკლედ. ესეც ევეკოს დავუსხი ცოტა და დანიკომაც მეც მინდაო და ვცდი. დაუსხა მთებში და ვნახოთ თუ შე დედიკო ნელა არ დაიწვა. ხო და მოკლედ ეველინა ბუშტებს ბერავს. ესეთ სუპი გამოვიდა ერთი სიტყვით, არაფერი განსაკუთრებული. ხახვი, ნიორი, სტაფილო ბულგარული, მაკარონი, კარტოფილი, შენ ძალიან გიყვარს, ქინძი, ცერაცო, მარილიც დაგა გემოვნებით, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, ძალიან მინდოდა მოკლედ ესეთი ბოსტნეული სუპი და ბულგარულია კიდე და დავიკმაყოფილე მოკლედ ესურვილი, ახლა თანისაც ცოტას დაუდებ და იქნებ ჭამოს, რა ვიცი, ნახოთ, ვაიმე როგორ მომენადრო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, საუკუნე არ მიჭამეთ. დიდი ხანია უკვე ჩემები ითხოვენ პონჩიკებს, ეგრეთ წოდებულ კრემიან ფუნთუშებს, ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო. გავაკეთე ხა კრემი, ამას გადავაკრავ საკვების ცელოფანს და გავაციებ და ასევე მოვზელ ცომს და მე გავაკეთოთ პონჩიკები. რა დაგიმალოთ და მე ძალიან მიყვარს. ესეც ცომი მოვზილე, დავტოვებ ხა თბილ ადგილას რომ ამოვიდეს. მანამდე ცომიც გაცივდება და მე შევბრაწოთ პონჩიკები. ესეც ამოფუმფულებული ცომი. ესეც ჩვენი კრემი გაცივდა უკვე, ცოტა გავსინჯე. გულმა არ მომითმინა და მოკლედ გავაკეთოთ ახლა გემრიელი პონჩიკები. კრემიანი ფუნთუშები მზად არის. ესეთი ფუმფულიკოები გამოვიდა, ხარაშუნები, ეველიკუნამ დიდი სიამოვნებით მიირსვა და ჰოისა ოცრებავ. დანიელას არ მოეწონა საერთოდ. ესე იგი ბავშვები მე მგონი ყველა გიждდება კრემიან ფუნთუშებზე.
ამას რატო არ მოეწონა არ ვიცი ვერ გეტყვით მე ისეთი კარგი და ხრაშუნა და თან ეს ვანილის თან რძეზეა დამზადებული ცომიც კრემიც და ძალიან გემრიელია ცოტა ხანში გოგვებსაც ვაბანავებ და მერე მივხედა უკვე სამზარეულოს იმიტომ რომ აი მე ზეც რო იყენებ რაღაცის შესაწვავად მერე კატასტროფა ხდება სამზარეულოში ასე რომ აქედან დაგემშვიდობებით ეხა რომ გემრიელი ფუნთუშების ფონზე და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით